მოკლედ მეგობრებო, შემაწყვეტინეს პირველი პოზიცია გითხარით უკვე რაც იყო და ვაგრძელებ მეორე პოზიციას. ჯერ უმაღლესი არკანის არქეტიპები და მერე ახალი სიახლეები და ახალი ადამიანის შემოსვლა. მეორე ვარიანტი. თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ქალი, ამოდის ძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული რაღაც სიტუაციები გამოგდით, მაგრამ თქვენი ბრძოლის უნარიანობის შედეგად, ან ყველაფერზე ბრძოლა გიწევთ. ახალი ადამიანის შემოსვლა ჯერჯერობით არ ჩანს, იმიტომ რომ ამ ყველაფერთან ერთად ამოდის კიდე ის, რომ ხართ ძალიან ჭკვიანი და შორსჭრეტელი ქალი, თუ ადამიანი, თუ კაცი, რა მნიშვნელობა აქვს, პიროვნება. და ძალიან დიდი გულდაწყვეტა, გულგაცრუება ქონიათ ადამიანისგან და ეხლა გიჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა. და ყველაფერს წონით, ზომავთ, ანუ თქვენი, ასე ვთქვათ, საღი ანალიზით ამ ვითარებას უყურებთ, იმიტომ რომ მართლა ძლიერი ხართ, მართლა გამჭრიახი გონება გაქვთ, მართლა ჭკვიანი ხართ და ბევრი რამე შეგიძლიათ, მაგრამ პირადში ქონიათ გულგაცრუება. ამიტომ ეხა მაინც ვკითხავ. სიახლე შემოდის ის, რომ ყოველთვის უნდა მიენდოთ თქვენ ინტუიციას. ნამდვილად, რასაც ფიქრობთ, ასეა, ხშირ შემთხვევაში არ ცდებით და ეხლა ცოდნის მაძიებლის კარტი ამოდის. აი, სულ რაღაცას არკვევთ, სულ რაღაცას სწავლობთ. მარტო ის არ არის, რომ ეხლა დავждდეთ და რაღაცები დავიზუთხო. მე ვიძახი სხვანაირ სწავლება, სამყაროსეული სწავლება, თქვენი ცხოვრებიდან გავლილი ესა თუ ის სიტუაცია, პრაქტიკა, გზა, ანუ იღებთ ცხოვრებიდან გაკვეთილს. და აქტიურიც ხართ და ვნახოთ ახალი ადამიანი თუ შემოვა. ეხლა აი მეორე ვარიანტისთვის. ვიდეო გაყოფილი იქნება, პირველი ვარიანტი ცალკე იქნება, მეორე ცალკე. შემოვა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი აქტიურობით, ანუ აქ არის აი ნახეთ თქვენი ენერგია, თქვენი პოტენციალი უნდა ჩადოთ. ეხლა მე მესმის, რომ გული დაგწყვიტათ ყოფილმა წარსულმა იმ სიტუაციამ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა დაივიწყოთ, გადაერთოთ დადებითზე. აქ ამოდის, რომ აი ეს თქვენ შინაგანად ის ქალურობა, რაც გაქვთ, ის მიმზიდველობა, უნდა გამოიღოთ, გარეთ გამოიტანოთ. და მერე აი ამ სუფრაზე, დღესასწაულზე, აი ესეთ წვეულებაზე, აი ესეთ ენერგიაში, დადებითში უკვე მოდის ადამიანი, ჯერ არ არის. ნახეთ, ჯერ უკეთია ნიღაბი, ამიტომ არ ჩანს, მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული. კარტი გვაჩვენებს, რომ თქვენი ენერგიიდან გამომდინარე, როცა ესე წარმართავთ, ხო, რაც იყო, დავამთავრე, მივიღე გამოცდილება, მადლობა წარსულს, ეხლა ვიწყებ თავიდან და უკვე იხსნები სხვანაირად. იმიტომ რომ ამის ყველანაირი პოტენციალი გაქვს და უკვე მოდის ის ადამიანი. ანუ გზაშია რო იტყვიან, ხო? და რა ვიცი, კარგად მიდის ყველაფერი, მაგრამ ნახეთ მთლიანობაში ამოდის ის ღალატი, ის ტყვილი, რაც ანუ რამაც განგმირად ეს ამოდის ეს ტკივილი. გულდაწყვეტა, მაგრამ ამან გაიარა უკვე და ამიტომ გავუშვით. ალბათ იყო საჭირო ესეც რაღაც სიტუაციებისთვის, რომ გაგიარათ სამწუხაროდ, მაგრამ ასეა, ნუ ვერ გავთვლით ჩვენ, ხო? რაღაცები ხდება, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ცხოვრებაში და ესეც მადლიერებით უნდა გაუშვათ. რაც იყო, ვიწყებ თავიდან. ეხლა კომპენსაცია მინდა ახალი ადამიანი, ნამდვილი ორმხრივი სიყვარულით, გულწრფელი და ისეთი, ვინც ღირსეულია ჩემი სიყვარულის და ვინც დამაფასებს და მასაც ანუ გულწრფელად ვეყვარები. ამას აუცილებლად სამყარო შეგისრულებთ. ესეც თქვენზეა დამოკიდებული და თქვენ ეს შეგიძლიათ, რაც თავარია, იმიტომ რომ არქეტიპი ამოდის ძალა ქალი, რომელსაც შეუძლია თავისი გონებით, თავის სიტყვით მართოს, დაიმორჩილოს სხვა. თქვენში დევს ეს პოტენციალი. თუ
თქვენ ჯერ არ ხართ ამაში დარწმუნებული, იპოვეთ და გაიაქტიუროთ ეს ნიჭი, იმიტომ რომ ეს თქვენში არის. ძალიან გონება გახსნილი, გამჭვირვალე ადამიანი ხართ და შედეგებსაც მიიღებთ იმას, რასაც ელოდებით. ასე რომ ეს იყო მეორე ვარიანტისთვის. მადლობა თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და აბა თქვენ იცით.